8 წლის ლიზიმ ჟურნალისტს კითხა, თუ როგორ გამხდარიყო ფრიადოსანი, როცა სახლში საწერი მაგიდაც კი არ აქვს. გოგონა საშინაო დავალების შესრულება საწოლზე მუხლებზე უწევს. ეს კი დამეთანხმებით ძალიან მოუხერხებელია. ლიზის გაუხარდებოდა სახლში სკოლის მერხისნაირი რომ ჰქონდეს. ამ შემთხვევაში გოგონამ პირობა დადო, რომ საუკეთესო მოსწავლე გახდებოდა კლასში. და კიდევ, ლიზის რცხვენია სკოლაში ძველი დახეული ჩანთით სიარული. ის ახალ ჩანთასა და პენალზე ოცნებობს, მაგრამ მისი ყველაზე დიდი ოცნება პლანშეტია. მშობლებს არ აქვთ ფული რომ უყიდონ, მამას ტუბერკულოზი აქვს, ის მძიმედ არის საბათ და ვერ მუშაობს. ამიტომ ლიზი არ ეუბნება მას თავისი სურვილების შესახებ. არ უნდა რომ გაანერვიულოს. როგორი კეთილი და მზრუნველი გოგონაა. მეგობრებო, მოდით ავუსრულოთ ლიზის სურვილები, რომ მან გაღიმებულმა იაროს. სხვისი დახმარება ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ადამიანს შეუძლია. იჩქარეთ, აკეთეთ კეთილი საქმეები ჩერნოვეცკის ფონდთან ერთად. არ კაკანებენ კაკბები, მელაც თნებს დიდი ხანია. უკანასკნელი საკვების დროში შეუტანია. ზის და დუმს რუხი კურწყელი, როგორც უძლურ წესია. ჩიხვებს კი შავ შურთხევით ივას და ბალახს ესრიან. რა დიდი მანძილებია, რა უნაპირობელები, თაში დაწინებია თავის პატარა ველებით. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.